გაგა გოგულაძე ყავს ახლა ხაზზე გერმანიიდან ისიც ორგანიზაცია გზის წევრი საღამოშიდობისა გაგა და პირველ რიგში სწორედ ამას ვიკითხავთ აი ბევრი სხვადასხვა შესაძლებლობა არის ხომ კონფიგურაცია შესაძლებელი რაც შეიძლება დადგეს არჩევნების შემდეგ რა შემთხვევაში რა არის საუკეთესო შესაძლებლობა დემოკრატიული გერმანიისთვის და ჩვენი კონტექსტისთვის რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს ჩვენ აი ახალი მსოფლიო დღის წესრიგის დადგენის პროცესში საკმაოდ რთული ამცდას პროგნოზი, იმიტომ რომ როგორც წინა მოსაუბრეც აღნიშნა, არის ბევრი ხალხია, რომელსაც ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი კიდევ ვის მისცემს ხმას. რეალურად ძალიან დიდი ალბათობით თუ დაუჯერებთ თქვა აქამდე კვლევებს მოიგებენ ქრისტიან დემოკრატები, ისინი ჩამოყალიბებენ მთავრობას. ვისთან ერთად შეიძლება მთავრობის ჩამოყალიბებას, ანუ ღია არის ფრიდრიხ მერცი, რაც ბოლო დებატებზე თქვა, სოციალ-დემოკრატებთან და მწვანეებთან თანამშრომლობაზე. სხვასთან არავისთან. ეხლა აქ არის სიტუაცია, რომ ის დანარჩენი სამი პარტია ისეთი, რომელსაც აქამდე უქადნენ, რომ ვერ გადალახავდნენ 5%-ს. ანუ ესენი არიან ლიბერალები, მემარცხენეები და სარა ვაგენკნეხტის პარტია. მემარცხენეებმა ბოლო არჩევნებში, ბოლო გამოკვლევაში მოახერხეს, რომ რაღაც 8%-ის ეჩვენებინათ და ამ სამიდან ცოტა მარტივად რო ხსნათ, ამ სამიდან 2 ან 3 თუ შევა პარლამენტში, მაშინ არ იქნება საკმარისი ორპარტიიანი კოალიცია. თუ კი მხოლოდ ერთი ან მაგალითად მემარცხენეები თუ შევლენ, მაშინ შეიძლება რომ კოალიცია შეიკრას მხოლოდ ქრისტიან დემოკრატების და მწვანეების ან ქრისტიან დემოკრატების და სოციალ-დემოკრატების მიერ. თუ კი ამ სამიდან პატარა პარტიიდან 2 შევა, მაშინ ისე გადანაწილდება რაოდენობა, რომ მოუწევთ მაშინ უფრო ლაპარაკი შეიძლება იყოს სამივე პარტიის ერთ კოალიციაზე. რაც საკმაოდ რთული წარმოსადგენია იმ მხრივ, რომ ძალიან ბევრი საკითხი იქნება, რომელზეც მოუწევთ ძალიან ბევრი კომპრომისების გაკეთება და ეს შეამცირებს ფუნქციურობას. კი ბატონო, გაგა, დიახ. მომგებიან, დიახ. ანუ აი ზუსტად აი ამაზე დაგისვამ შეკითხვას, ხო, ჩვენთვის რა იქნებოდა ოპტიმალური და ბარემ აქვე რომ უპასუხოთ, როგორი ურთიერთობები შეიძლება აეწყოს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისა, რაზე უნდა გააკეთონ მან აქცენტები გერმანიის ახალ კოალიციასთან დაახლოებისას, მე გულისხმობ ბუნებრივია არა რეჟიმს რომელიც დღეს საქართველოს მართავს ფაქტობრივი თვალსაზრისით. დიახ. ანუ აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი იმის აღქმა და გაგება, რომ გერმანიაში უკვე მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების ეს ღია თქვა დებატებში მიგრაცია და ენერგეტიკა დაცვისთი ბევრი საკითხი იყო ძალიან აქტუალური, ხო? უსაფრთხოების საკითხი მაინც ძალიან მნიშვნელოვანია. და ღიათ არის იმაზეც ლაპარაკი, თქვათ, იგივე CDU-ს, ანუ ქრისტიან დემოკრატების საარჩევნო პროგრამაში იქნება თუ მწვანეების კანდიდატის ჰაბეკის ინტერვიუებში, ღიათ არის იმაზე ლაპარაკი, რომ ევროპის მთელი უსაფრთხოების სტრუქტურა უნდა შეიცვალოს და მათ შორის ისიც რომ თქვათ აი ევროკავშირში რაღაც მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მისაღებად რომ საჭირო კონსენსუსი ყველა ქვეყნისგან ესეც რომ შეიცვალოს და ეს უნდა გავიხსენოთ რომ ეს იყო ის პრობლემა რის გამოც აქამდე ძალიან ჭირს დასანქცირება ბიძინევანიშვილის და ქართული ოცნების რომ ორბანი და ფიცო უშლიან ხელს აი ამისთვის თქვა სასანქციო პაკეტების მიიღებას ხელს და აი ესეთი რაღაცები რომ შეიცვალოს ამაზე ღიად არის უკვე ლაპარაკი ანუ და გერმანიის ინიციატივა მაგალითად ძალიან ბევრს ნიშნავს შესაბამისად რაზეც აქცენტი აუცილებლად უნდა გააკეთოს და არის ჩვენ ყველა ერთად აქცენტს ვაკეთებთ არის ოპოზიციამ ეს ამას უნდა გააკეთოს აქცენტი არის ის რომ საქართველოს ის ახალი დემოკრატიული უსაფრთხოების სტრუქტურა რომელიც შეიქმნება არ შეიძლება აი ამ სტრუქტურის მოაზრება საქართველოს გარეშე საქართველოს და ქართული ხალხი აუცილებლად უნდა იყოს ამის ნაწილი იმიტომ რომ გეოგრაფიულადაც თქო შავ ზღვაში უსაფრთხოების ამოში საქართველოს არის ძალიან მნიშვნელოვანი და შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე ევროპის უსაფრთხოებას ძალიან ბევრი პრობლემა შეიძლება შეექმნას მაგრამ ამავდროულად ელემენტარულად ის რომ თუ კი ამ წუთას ევროპის ერთ-ერთი ძალიან დიდი პრობლემა და თქვენ მანამდე ძალიან ბევრი საუბრეთ აექტეზე ეს არის სერიოზული პრობლემა მთელი ევროპის მასშტაბით რომ არის ძალიან ბევრი ევროსკეპტიკური პარტია რომელსაც რუსეთი ყვებავს სხვადასხვა გზით პირდაპირაც და რაღაც ისეთი შემოვლითი გზებითაც თუნდაც იგივე მიგრაციის კრიზისის გაძლიერებით და ასე შემდეგ ასეთ ამ მოცემულობაში
და ეს ევროპაში მართლა კარგად ესმით. ანუ ამას სადაც არ უნდა მივიდეთ, აი გერმანიაში სადაც არ უნდა მივიდეთ და ხალხს ვესაუბროთ, ისინი ძალიან კარგად ხედავენ იმას, რომ ქართველები და უკრაინელები არიან ბამწრობლები. აი წამები დაგვრჩა, პრაქტიკულად წამები დაგვრჩა და ამიტომ მინდა რადგან უკრაინა ახსენეთ ახლა, ძალიან მოკლედ გითხრათ, უკრაინის საკითხს რა ადგილი უჭირავს ახლა მთელ ამ წინასაარჩევნო პროცესში. რამდენად დიდია ეს საკითხი ამ პოლიტიკური ძალებისთვის და გავლენას რამდენად ახდენს? გთხოვთ რომ ძალიან მოკლედ რაც შეიძლება რომ უბრალოდ გადმოგცეთ თქვენი მოსაზრება. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, ანუ სამი დიდი პარტია რომს აქვს კოალიციის შანსები, ისინი ყველა უჭერს უკრაინას მხარს ცოტა სხვადასხვა შეიძლება დონით და უსაფრთხოების ამბავში, ანუ ძალიან მხარს უჭერს CDU ეს პროგრამაშიც ჩანს, მწვანეებიც ძალიან მხარს უჭერენ, ანუ იერარქიის დახმარება და ასე შემდეგ. და SPD-ც მხარს უჭერს, მაგრამ როგორც ნახეთ, წინამთავრობის შემთხვევაში ცოტა უფრო მაინც შეერს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთო გაგა გოგოლაძე, ორგანიზაცია გზის წარმომადგენელი, გერმანიიდან იყო ეს პირდაპირი ჩართვა.